მეგობრებო, სალამი. ეს არის პოდკასტი კინო ამბები. გიბრუნდებით ამ აღმოჩნდის შემთხვევით წითელ ოთახში, ჩემი რაღაც არაცნობიერის წიაღსლებში ვიყავი, ვიღაც ქერათმიანი გოგო შემხვდა, რაღაც ჩამჩურჩულა ყურში და აი აღმოჩნდი აქ. შემდეგ ორ ნაწილად გავიყავი, კეთილ ნაწილად, ბოროტ ნაწილად, მე დავბრუნდები, მოკლედ რომ არ დაგისპოილეროთ Twin Peaks-ის მესამე სეზონი. პირდაპირ გეტყვით, რომ მე ვარ აი ამ შვენიერ სტუდიაში, რომელიც პოდკასტების მაყურებლებისთვის პრინციპში ნაცნობი სტუდია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამდენიმე მართლა კარგი პოდკასტი აქ იწერება. ეს არის სტუდია Echo Chamber-ი, რომელმაც მე ძალიან ისე მეგობრულად მიმიღეს და სპეც ეპიზოდს წერ აი აქ ამ განსაკუთრებულ გარემოში, შვენიერი ხარისხი, როგორც ხედავთ, შვენიერი ხმა, შვენიერი ფარდა, შვენიერი მაგიდა, შვენიერი წყალი, ყველაფერი შვენიერი. Echo Chamber-ი, მოკლედ მეგობრებო, ჩემი საყვარელი პოდკასტი ხოლმე შორის, რომელიც იწერება აქ, ერთ-ერთი შემეცნებით პოდკასტებიდან ერთ-ერთი არის მწარე პოდკასტი, რომელიც ერთ-ერთი ტოპ პოდკასტია საქართველოს ქართულ შემეცნებით პოდკასტებში. და ერთ-ერთი უძველესი ალბათ, რაღაც 5 წლის წინანდელი ალბათ. და გადავიდეთ მოკლედ ნელ-ნელა საქმეზე, დაუბრუნდეთ კინო ამბებს. კაიხანია ჩვენ კინო ამბები არ ქონია. კაიხანი რა 2 კვირა პრინციპში. თითქმის 2 კვირა, არ ვიცი ეს ახალოდის დაიდება. შეიძლება даже 2 კვირაზე მეტიც. და მოგიკითხავთ თქვენ როგორ ხართ, რა შვებით, რა საქმიანობთ, როგორ ჩაიარა ამ კვირამ კინო შნიკურად თუ არა კინო შნიკურად, რამდენ ფილმს უყურეთ, რამდენს არ უყურეთ, მაგრამ სანამ ამ ყველაფერზე დაფიქრდებით, პირველ რიგში გეტყვით, რომ აუცილებლად მეგობრებო, გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ კინომოყვარულ მეგობრებს და გაუზიარეთ არა კინომოყვარულ მეგობრებს, რათა გახადოთ ისინი კინომოყვარულები, ხო? ეგ აუცილებელია, მაგის გარეშე ხო არ შეიძლება. და ასევე გაწევრიანდით Facebook ჯგუფში, ჩვენს Facebook ჯგუფში, სადაც ჯერჯერობით არაფერი არ ხდება, საინტერესო ვიდეოებს და უბრალოდ, მაგრამ რაღაც რაოდენობა რო დაგროვდება, როგორც უკვე არაერთხელ თქვი, საინტერესო გათამაშებები და მართლა საინტერესო, ანუ უბრალოდ გათამაშებისთვის არა. თავსატეხები და კინორებუსები და მსგავსი რაღაცეები იქნება. ბევრი იდეა მაქვს, რასაც მე რეალიზებას გავუკეთებ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადახვალთ და იმას ისამთ, რა ქვია, გაწევრიანდებით ამ ჯგუფში და ჩვენ ნელ-ნელა გადავიდეთ საქმეზე. პირველი რუბრიკა, რომელიც დღეს ამ პოდკასტში დღევანდელ კინოამბებში გვექნება, ტრადიციულად ეს არის დონაციები. ორ დონაციას წავიკითხავ, მეტი არ ყოფილა პრინციპში ახალი დონაციები. პირველი დონაცია Ariel T, ეგრე იქნება სწორი. შენი აზრით, top 5 underrated მსახიობი რომელია? მე მაგალითად Brad Pitt-ზე მაქვს ეგ განცდა, რომ საკმარისად არ ფასდება. საუკეთესო კონტენტი გაქვს. დიდი მადლობა ამ დონაციისთვის, დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის და რაც შეეხება მსახიობებს. ზოგადად underrated მსახიობი არის საინტერესო ფენომენი, იმიტომ რომ ბევრ მსახიობებზე შეგიძლია თქვა, რომ არის underrated, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რეგალია აქვს და ბევრ მსახიობებზე შეგიძლია თქვა, რომ არის overrated, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რეგალია საერთოდ არ აქვს, მაგრამ ბევრგან ყოფილა და სულ ყველა მასზე ლაპარაკობს. მე ჩემ top 5 შემოგთავაზებ, ჯერ რაც შეეხება Brad Pitt-ს. მე არ ვთვლი, რომ Brad Pitt underrated მსახიობია. მე მივხვდი შენ რასაც გულისხმობ, შენ ალბათ გულისხმობ იმას, რომ Brad Pitt-ი უფრო ფასდება როგორც მაგარი კაცი, მაგარი ტიპი, სიმპათიური კაცი და არა როგორც სერიოზული მსახიობი უმეტესობის თვალში, მასობრივი აუდიტორიისთვის. რაშიც პრინციპში გეთანხმები. და იმაშიც გეთანხმები, რომ Brad Pitt-ი სერიოზული მსახიობია და ანუ ისტორიული ჰოლივუდისთვის უმნიშვნელოვანესი, არა მარტო ჰოლივუდის სოფლიო კინოსთვის უმნიშვნელოვანესი მსახიობია მართლაც და ძალიან დახვეწილი მსახიობია, იქნება ეს საავტორო კინოში, მალიქთან, იქნება ინარიტუსთან, იქნება დიდ კინოში, პეტერსენთან, იმაში რა ქვია, ტროაში, იქნება ეს თუნდაც რიდლი სკოტთან, თელმა და ლუიზაში ძალიან კარგი როლი აქვს. ანუ მე ვსაუბრობ მეტნაკლებად ნიშურ ფილმებზე, პრინციპში ტროა ნიშური არაა, მაგრამ ტროასში მის მიერ შესრულებული აქილევიც ძალიან მაგარი. ასევე ბევრი ძალიან მაგარი როლი აქვს და ბოლომდე არ გეთანხმები, რომ underrated არის, იმიტომ რომ 2 ნომინაცია აქვს ოსკარზე, 1 ჯილდო აქვს, ორივე მეორე ხარისხოვანი მსახიობი პრინციპში, მაგრამ ორივე გენიალური. პირველი 12 მაიმუნში მისი როლი და მეორე ლეფუფისთვის, რომელიც ჩემი აზრით საერთოდ საუკეთესო მისი შესრულებაა. ყველაზე დახვეწილი, ყველაზე ნატიფი აი პერსონაჟის სამსახიობო ოსტატობით და ხელობით პერსონაჟის შექმნის
ყველაზე მრავალფეროვანი ინსტრუმენტარიუმი მან და აქვს ჩემი აზრით გამოყენებული და ამავდროულად ყველაზე ფარული ინსტრუმენტარიუმი, ანუ ხერხები, რომლებიც ასე პირდაპირ არ ჩანს სახეზე, პირდაპირ ვერ ხედავ თუ რატოა, ხო, ის ასეთი მომხიბლელი, მაგრამ იმდენი ნაჩალი ჩარი აქვს ისეთ ფარულ დეტალებზე, რომ უბრალოდ მისი ყოფნა კადრში უკვე გულისხმობს ამ პერსონაჟს. და ეხლა ფინჩერის სერიალში არ მაქვს იმედი, რომ ეს სერიალი რაღაც სასწაული იქნება, თუმცა რამდენიმე ბევრი დეტალი რო გავითვალისწინოთ, ის რომ მაგალითად ფინჩერმა ძალიან კარგად იცის ჰოლივუდი. ძალიან კარგი მცოდნეა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მან კი აქვს გადაღებული, მართალია მან კი მამამისის სცენარი იყო იდეაში და ისტორია და სცენარი მისი ბოლომდე არ არის, თუმცა ის ესთეტიკა, როგორ კარგად მიხვდა, როგორი უნდა იყოს 30-იანების, 40-იანების ჰოლივუდის ესთეტიკა, მაგაში ჩანს ეს, რომ ეს ამ ადამიანს ღირს, რომ ჰოლივუდზე ანდო ჰოლივუდის ისტორიაზე, ჰოლივუდის ისტორიულ ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაზე პრინციპში ანდო გადაღება და მაგ მხრივ ესთეტიკურად მე მას ვენდობი უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული კლიფ ბუფის ცხოვრება თუ შეიძლება გაიწელოს რამდენიმე სერიაზე. მაგაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ და გადავიდეთ ბარემ ჩემ ტოპ 5-ზე, რომელიც ბოლომდე underrated მსახიობების ტოპ 5-იც არ არის, იმიტომ რომ მათ შორის არის ერთი მსახიობია მათ შორის, რომელიც პოპულარულია, მაგრამ ბრედ პიტის მსგავსად, როგორც მსახიობი ბოლომდე დაფასებული არ არის, მაგრამ მაგამდე მივალ. პირველი არის მსახიობი, რომელიც თავიდან ჰოლივუდურ პროექტებში იყო, სერიალებში, მერე წავიდა ევროპაში და ითამაშა ორ ისეთ ფილმში, რომლებიც დიდად არ დაამახსოვრდა ბევრს. მაგრამ ისეთი ფილმებია, რომ ისეთი შესრულებაა მისი, რომ შეუძლებელია რომ გამოგრჩეს და შეუძლებელია რომ არ დაგამახსოვრდეს. ეს არის კალებ ლენდრი ჯონსი, რომელმაც ითამაშა ნიტრამში, რომელმაც ითამაშა დოგმენში, ლუკ ბესონის შვენიერი როლები. შვენიერი, უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ეგ კაცი შექსპირის დრამების დონის მსახიობია და ძალიან მაგარია. ეხლა დრაკულაში ითამაშა ბოლოს ლუკ ბესონის, ისევ ლუკ ბესონმა გადაიყო, რომელსაც კაი შეფასებები არ აქვს, რომელიც ჯერ არ მინახავს, არ ვიცი. თუმცა დოგმენს გირჩევთ, ნიტრამი განსაკუთრებით მაგარია და ძირითადად ახლა ევროპულ პროექტებში რო არის, მაგიტო დიდად ასე მასობრივი მაყურებლისთვის არ ჩანს რა, თან მაგრამ კომერციულ პროექტებში საფესტივალო ბჭყალებს, საფესტივალო ფილმებში უფრო არის ხოლმე, თუმცა მომავალია ეგ ბიჭი. მართალია ასაკშია უკვე. ასაკში არ არის, ანუ 25 წლის არ არის, 30 მიტანებული და 40 მიტანებულიც არის, თუ არ მეშლება გამოჩნდება მისი ნამდვილი ასაკი, მაგრამ თემა ისაა, რომ ეგ ბიჭი ჩემი აზრით მომავალი ოსკარის ფლობელია და რაც უფრო ასაკში შევა და რაც უფრო დაღვინდება, მით უფრო სერიოზულ როლებს შემოგთავაზებს. შემდეგი მსახიობი, რომელიც ახლა ძალიან მოდაშია, მაგრამ მე მაინც ეგ მსახიობი აღმოვაჩინე 5 წლის წინ, არა 6 წლის წინ უკვე, პრინციპში თუ არა 5 წლის წინ იყო ეგ ფილმი. ფილმის სახელი I'm thinking of ending this. ჩარლი კაუფმანის სარეჟისორო ნამუშევარი, რომელიც ცნობილია თავისი სცენარებით, მაგრამ ახლა როგორც რეჟისორმაც გამოიჩინა თავი, თუმცა რეჟისორ ნამუშევარი ერთი აქვს ძალიან დიდი ხნის წინ. ეს არის მსახიობი ჯესი ბაკლი, რომელიც ახლა ჰამლეტში ითამაშა და კიდევ ბევრ პროექტში ითამაშეს პრინციპში და მანამდე სერიალებში ითამაშობდა და 2021 წელს მე ხალი რო აღმოვაჩინე, ისე კარგად მოერგო ჩარლი კაუფმანის აბსოლუტურად გაუგებარ სამყაროს, აბსოლუტურად დაულაგებელ ძალიან მყიფე, ინტუიციურად ძალიან მყიფე გასაგები როა, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიშალოს შენი წარმოდგენები ამ ფილმზე და საერთოდ ვერაფერი ვერ მიხვდე რა ხდება. არა მხოლოდ ლოგიკის ამბავში, არამედ ზოგადად სურათის თხრობის ამბავში და მსახიობისთვის რა დავალებაა წარმოედგინე და ისე ორგანულად მოერგო ამ სიტუაციას, ისე ორგანულად ჩაჯდა ჩარლი კაუფმანის სამყაროში, რომ მე იმავე მეგი ჯილენჰოლთან ფილმში The Lost დაკარგული შვილი The Lost Daughter მანდაც ჩემს შვენიერია. ჰამლეტში მშვენიერია, თუმცა მე არ ვთვლი რომ ჰამლეტი მისი მთავარი ფილმი იქნება. მე მგონია რომ მომავალში უფრო დიდ ნამუშევრებს გააკეთებს ჩემი აზრით. მე არ ვთვლი რომ ჰამლეტში მან იმდენად ძლიერი პერფორმანსი დადო, რამდენი როგორც მას შეუძლია რა. ყველაფერი წინ აქვს მაგ ქალს, მიუხედავად იმისა, რომ
არ არის ახალგაზრდა რბილად რომ ვთქვათ. პოტენციალზე ვეღარ ისაუბრებ, იმიტომ რომ მთელი მის პოტენციალი პრინციპში აჩვენა, მანამდე თეატრშიც იყო, სერიალებშიც თამაშობდა, თუმცა ასე სრულმეტრაჟიან ფილმებში, დიდ ფილმებში ეხა გაითქვა. საკ ყველა მას ელაპარაკობს, ყველამ რომ მას ელაპარაკობს, ეხა მაგიტო ვეღარ იმაშვები, რა ქვია, ვეღარ აღვიქვამ ისეთი თბილი სენტიმენტებით, როგორცაც აგვიქვამდა აი 5 წლის წინ, როცა მართლა underrated იყო და ახლაც პრინციპში underrated არის, იმიტომ რომ უყურეთ I'm thinking of ending this და მაშინ მიხვდებით underrated არის თუ არა. კი არა და მაშინ მიხვდებით თუ რა არის რეალურად რა პოტენციალის მქონე მსახიობია და როგორი დახვეწილი ისა აქვს რა მიდგომა თამაშის მიმართ. შემდეგი ამ ტოპ 5-ში არის ემი ადამსი. ემი ადამსი ძალიან ცნობილია უდაოდ, მაგრამ ემი ადამსი როგორც მსახიობი, როგორც ცნობილია, როგორც ძალიან ისე ჩარმიანი, ლამაზი, ქალბატონი, მაგრამ აი როგორც მსახიობი მაგდამაინც ბევრის თვალში არ არის. უამრავი ნომინაცია აქვს ოსკარზე, უამრავი, არც ერთი ჯილდო. თუმცა მისი პერფორმანსი Arrival-ში, დენი ვილნევის, მისი პერფორმანსი პოლ თომას ანდერსონის ოსტატში. მისი პერფორმანსი Hillbilly Elegy-ში რონ ჰოვარდის, თუნდაც Fighter-ში მაგალითად, კრისტიან ბეილთან და მარკ ვოლბერგთან ერთად. ამ ქალს აქვს უნარი, რომ მოერგოს ნებისმიერი სახის ნატურას. ნებისმიერი სახის იქნება ეს ძალიან ურბანული, ქუჩური, ბინძური, გრანჟ გარემო, როგორიც არის Fighter-ში. იქნება ეს ზღაპრული დისნეის, ყველაფერი მაჟორული და სილამაზის განწყობები ფილმში 2007 წლის ფილმში Disenchanted განჯადოებული ქართულად ალბათ ეგრეა რომ თარგმნოთ პირდაპირ, მაგრამ თარგმანში როგორ არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ მაგის სიუჟეტი ზუსტად ის არის, რომ ზღაპრული ეს ქალი გადადის ჩვეულებრივ ნიუ-იორკის ქუჩებში და უწევს რაღაცნაირად მორგებამ სიტუაციაში, თუმცა ცხადია, რომ ამ ემი ადამსის პერსონაჟის ესთეტიკა თავიდან ბოლომდე ამ დისნეის და ზღაპრულ ვაიბებზეა დაყრდნობილი და ყველა სიტუაციას ერგება უპრობლემოდ. ყველგან არის თითქოს აქ უნდა იყოს, ყველგან არის ისე თითქოს ემი ადამსი აღარ არის, მაგალითად Fighter-ში, თუნდაც მაგალითად Hillbilly Elegy-ში უყურეთ Hillbilly Elegy-ს, მან თამაშობს ნარკომან დედას, რომელსაც შვილი ყავს მომავალი ადვოკატი, იურიდიულზე სწავლობს და უნდა რომ ბევრს მიაღწიოს, მაგრამ ნარკომანი დედის პრობლემები ბევრ ხიფათს და ხარვეზებს უჩენს მის ცხოვრებაში და ამიტომ ვეღარ მიდის კარიერულად წინ. და აი ამ ორი პერსონაჟის პერსპექტივა ამ ფილმში მშვენიერი ფილმია, მიუხედავად იმისა, რომ JD Vance-ის წიგზეა დაყრდნობილი და თავის დროზე როცა გამოვიდა ჩათვალეს და როგორც ჩანს მართლა ეგრე იყო ტრამპისტულ განწყობებს უფრო აღვივებდა ეს ფილმი და ეხმარებოდა ტრამპს ბაიდენის წინააღმდეგ არჩევნებში პოპულარობის მოპოვებაში ეს ფილმი, იმიტომ რომ მოგვიყვება გარეუბანზე, სადაც გაჭირვება მთელი ამბები, კლასიკური კონსერვატიული მიდგომა, რომ ნახეთი ჩვენი ხალხი როგორ გაჭირვებულია, ამიტომ ჩვენ ხალხს უნდა დავეხმაროთ პირველ რიგში. ეს არის Make America Great Again-ის ერთ-ერთი ნარატივი და ეს ფილმის მაგას ერგებოდა, თუმცა მშვენიერი ფილმია, ძალიან ცუდი შეფასებები ჰქონდა Rotten Tomatoes-ზე, მახსოვს, ძალიან ცუდი, მაგრამ რო უყურე, მეთქი რა მაგარია და მაშინ პრინციპში პოლიტიკურ კონტექსტიდან არ უკვირდებოდი, დიდი ხნის წინანდელი ფილმია. და ეხლა რო დავფიქრე, ხო, ანუ მესმის JD Vance სადაც არის ეხლა და მაშინ სადაც იყო, ანუ ეხლა ხვდები რაღაცებს, თუმცა ძალიან პოლიტიკური მასში გადავედი. ახლა რაც პრინციპში საჭირო არ არის. და ანუ ემი ადამსი, ხო, ემი ადამსი უბრალოდ ჩემი საყვარელი, ჩემი კრაშია ემი ადამსი. ვაღიარებ მარტო მაგიტო თქვი, იმიტომ რომ სხვა შანსი ასე პროსტა ემი ადამიანს მიუძღვრა ოდა მე არ მექნება, ამიტომ ჩემთვის ეგ ქალი ძალიან ისა რა სილამაზის, აი ცხოველური, როგორ შეუძლია ადამიანს თან მოერგოს ზღაპრული პრინცესის ესთეტიკას, თან მოერგოს ქუჩურ ესთეტიკას, თან მოერგოს რაღაც არისტოკრატიულ ესთეტიკას, თან მოერგოს ცოტა მეცნიერულ ფილოლოგიურ, აი ნერდი გოგოს ესთეტიკას Arrival-ში, ხო? ყველაფერი ეს გააკეთოს ისე, თითქოს ის არ არის ემი ადამსი, რომელიც შემოდის ამ როლში და ამ როლს ასრულებს, თითქოს საერთოდ მისი პიროვნება წაშლილია და სხვა ადამიანთან ერთად სხვა ნატურას უხდება ძალიან კარგად. და ამიტომაც, ემი ადამსი ჩემი აზრით, როგორც მსახიობი underrated არის. შემდეგი არის ჯონ კაზალი. თქვენ არ გეცოდინებათ ალბათ ვისთვისაც, ისეთ თანამედროვე კინოს ვინც უყურებთ.
დიდად შეიძლება ეს სახელი არ იცოდეთ, მაგრამ უბრალოდ ფილმებს ჩამოგითვლით, რომელშიც ის თამაშობდა, სულ 5 ფილმია. Deer Hunter-ი, ირმებზე ნადირობა, ნათლია 2, Conversation-ი და დამავიწყდა მეხუთე ფილმი. დამავიწყდა მეხუთე ფილმი, რომელშიც თამაშობდა, ძალიან სამარცხვინო დამავიწყდა, იმიტომ რომ ეს არის Sidney Lumet's Dog Day Afternoon, რომელშიც Al Pacino თამაშობს თავარ როლში და ჯონ კაზალი არის მეორე ხარისხოვანი პერსონაჟი, სადაც ყველა ამ 5 ფილმში თამაშობდა მეორე ხარისხოვანი პერსონაჟებს, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი და უმაგრესი მსახიობი, რომელიც ძალიან ადრე გარდაიცვალა ფილტვების სიმსივნით. იმიტომ რომ ბევრ სიგარეტს ეწეოდა და მან გამოიწვია პრინციპში სიმსივნე და 40 წლის ასაკში გარდაიცვალა თუ არ მეშლება, სულ აქვს ნათამაშები 5 ფილმში და 5-ვე ფილმი არის ახალი ჰოლივუდის სავიზიტო ბარათი, 5-ვე ფილმი პრინციპში. ჩიმინოს ირმებზე ნადირობა, ცოტა ისეთ ფილმია, ამ 5 შორის და Conversation-თან ერთად პრინციპში კოპოლას საუბართან ერთად მივიწყებული ფილმებია, თუმცა გატყვებთ ახლა Dog Day Afternoon-ი საკმაოდ მივიწყებული და ძალიან უსამართლოდ მივიწყებული ფილმია. ამ 5 შორის მარტო პირველი ნათლია და მეორე ნათლია იმენა, რომ ყველას ახსოვს და სხვა შორის ნათლიაზე სტატისტიკურად ყველაზე მეტი ადამიანი იტყუება, რომ ნათლია ნანახი აქვს იდეაში, იმიტომ რომ ეგრეა ხოლმე. ისეთი ფილმია, რომ თქვა რომ არ მაქვს ნანახი, ცოტა ამ რეზით შემოხედავენ ზოგჯერ. მეხუთე მსახიობი, რომელიც შემთთვის ანდერე ძალიან გაგვეწელა ეს დონაცია, რაღაცები ამოიჭრება ალბათ, მაგრამ просто მომეწონა ეს თემა. მეხუთე მსახიობი ჩემთვის არის მიშელ უილიამსი. უბრალოდ დაგუგლეთ და უყურეთ მის ფილმებს, დარწმუნებული ვარ, ახლა Blue Valentine-ი ყველას გექნებათ ნანახი, ან Fabelman-ები თუნდაც მშვენივრად თამაშობს მან. და მე ძალიან მომწონს თუ როგორ ასრულებს Marilyn Monroe-ს ძველ ფილმში და რავი მიშელ უილიამსი ძალიან მაგარითაც მართლა აი დაუფასებელი შეგიძლია თქვა მიშელ უილიამსზე ცალსახად. ამ 5 შორის აი დაუფასებელი რასაც ქვია ჯონ კაზალი იმიტომ რომ შემორჩა ისტორიას მაინც. როგორც ტიპი რომელიც მხოლოდ 5 ფილმში აქვს ნათამაშები და 5-ვე მაგარია და 5-ვეში მეორე ხარისხოვანი პერსონაჟია, მაგრამ აი მიშელ უილიამსი იშვიათად მიდის ხოლმე საუბარი აღმატებით ფორმებში და ძალიან უსამართლოდ. გადავიდეთ შემდეგ დონაციაზე. შემდეგი დონაცია Dude-ისგან Big Lebowski-ზე გვესროლე შენი ასრი. პირველ რიგში მადლობა დონაციისთვის. მეორე რიგში კოინების დიდი მოყვარული გახლავართ მე. მაგრამ აი Big Lebowski არის მათი დიდი ფილმებიდან ის ფილმი, რომელიც ყველაზე ნაკლებად როგორ თქვა, მომეწონა არა, ყველაზე ნაკლებად გავიგეს, უფრო რთულად გასაგებ ფილმებიც აქვს, რა თქმა უნდა, აქვთ კოინებს, მაგრამ აი ეს არ ბოლომდე თითქოს არ არის ძლიერი სახეხატი ლებოვსკის. მიუხედავად იმისა, რომ ტიპმა თავის ფილოსოფია დაბადა, ხო, Dude-მა პერსონაჟმა, თვითონ ლებოვსკის პერსონაჟმა, მაგრამ აი მე იმდენად არ მიზიდავს ეს ფილმი, რომ შევადაროთ მაგალითად Fargo-ს. Fargo მე ბევრად მაინტერესებს ეგ ფილმი და უფრო ხშირად ვუბრუნდები. ან მაგალითად Barton Fink-ი, Blood Simple-ი. მოხუცების ადგილი აქ არ არის, თუნდაც რომელსაც არც ისე ხშირად ვუბრუნდები, მაგრამ მაინც მაგარია. Arizona Rising, სადაც Nicolas Cage თამაშობს და ის იშვიათი ფილმი, სადაც Nicolas Cage-ს კარგად აქვს ნათამაშები. ანუ კოინების ეს ფილმები მე უფრო მაინტერესებს ვიდრე ლებოვსკი და ლებოვსკიში ჩემი საყვარელი სცენარი როცა ჯონ გუდმენის პერსონაჟი სოფჩაკი გვარად ვიეტნამში დაღუპული მისი ძმაკაცის ფერფლს გააპნევს იმიდან კილიდან და მე ეს თელი ეს ფერფლი ქარის გამო რო სახეში შეიყრება ეგაა ჩემი საყვარელი სცენა მაგ ფილმში და ზოგადად ეგ პერსონაჟი ჯონ გუდმენის ეგ პერსონაჟი ძალიან საინტერესოა და ძალიან ესეთი ტრავმატული პერსონაჟია და კოინებს ძალიან უყვართ ტრავმაზე ჩაწერა და მეცაც გეტყვით კოინები ალბათ ყველა სასტიკი რეჟისორები არიან ამერიკის დამოუკიდებელი კინოების ისტორიაში ალბათ თუნდაც ამერიკის ზოგადად ამერიკის ისტორიაში დამოუკიდებელს გულისხმობ დამოუკიდებელ პროდაქშენებს იმიტომ რომ ყველაზე დიდი ირონიით ყველაზე დიდი სისასტიკით თავის თავარ გმირებს რომლებიც უბრალოდ არასწორ ნაბიჯებს დგამენ, უბრალოდ შესწოდებენ რაღაცას. კოინების სამყარო არავის არ პატიებს, არავის. საერთოდ. არ მახსენდება პერსონაჟი, რომელსაც რაღაცა საშინელება არ დაემართა უბრალოდ შესტომის გამო. უბრალოდ შესტომის გამო იქნება ეს მაგალითად დაწვი, წაკითხვის შემდეგ დაწვი. აი მართლა ბრედ პიტის პერსონაჟს არაფრის გამო ტიპი. უბრალოდ კუდება რაღაც არაფრის გამო, არ დაგისპოილერებთ, კარგი, როგორ და რა, მაგრამ ძალიან ცნობილი სცენა უბრალოდ და
და აი ლებოვსკისთან ექსისასტიკე ბოლომდე ვერ დავინახე რა, მაგრამ სიუჟეტი მშვენიერია. შემოდიან განგსტერები ლებოვსკის სახლში, გონიათ რომ ეს არის სხვა ლებოვსკი, ცემენ, მოუფსამენ ნოხზე, მე ამ მოფსმულ ნოხს ეს ლებოვსკი მიიტანს მეორე ლებოვსკისთან, რომელიც ეტლში ზის და მდიდარი კაცია და ეტყვის რომ აი შენმა ამ განგსტერმა ნახე რამ იქნეს შენ გამო რა ჩემი ნოხი ისქნესო რა მომიფსეს ნოხზეო და ქენი რამეო კომპენსაციას ვითხოვო და ეს რა უარს ეტყვის მე აღმოჩნდება რომ ამის გოგო ცოტა ნიმფომანიაკის ავითა და ამ გოგოს მე გაიტაცებენ ეს ლებოვსკი მე მიდის რომ ამ გოგოს დაეხმაროს და ნუ მოკლედ სიუჟეტს აღარ მოგიყვებით ბოლომდე მაგრამ რავი საყურებლად კი არა უმნიშვნელოვანესი ფილმია დამოუკიდებელი პროდაქშენების ამერიკის დამოუკიდებელი პროდაქშენების ისტორიაში, დამოუკიდებელი კინოს ისტორიაში, რა უმნიშვნელოვანესი და ცენტრალური ფილმია ზოგადად ჰიპების კულტურამ, რა ტალღაც გამოიწვია, მაგის შემდეგ იქნება ეს 90-იანებში რაც გამოვლინდა პრინციპში ტერი გილიამის ფილმში Fear and Love in Las Vegas, სადაც ჯონი დეპი რო თამაშობს. ან თუნდაც ეგ ბიგ ლებოვსკი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წერტილში რაც მოხდა ზუსტად იმ ნეიროსში სადაც საჭიროა აი კონკრეტულად ამერიკული საზოგადოების ამ განწყობებში ყველაზე კარგად ეგ ბიგ ლებოვსკი მოხდა კოენების ეს ფილმი რა მაგრამ ჩემთვის იმდანაც საინტერესო არის როგორც მაგალითად ბარტონ ფინკი ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფილმია პრინციპში კოენების შემოქმედება და ფარგოც ასევე დიდი მადლობა დონაციისთვის. გადავიდეთ რჩევებზე. სადაც შუაში ვამბობ ამას და ვახსენებ დღეს როცა ვწერთ, ეს არის 3 მარტი. დედის დღე და გილოცავთ ყველა დედებს და ყველა მომავალ დედებს დედის დღეს და ამასთან დაკავშირებით რჩევები გავაკეთე 2 რჩევა ტრადიციულად გვექნება 2 რჩევა და ორივე ფილმი არის დედობაზე პრინციპში, კი, დედობაზე. პირველი ცოტა მთლად პირდაპირ დედაზე არ არის, მაგრამ დედობაზე არის ცალსახად. პირველი ფილმი არის კასავეტესის გლორია, სადაც მთავარ როლს რა თქმა უნდა თამაშობს კასავეტესის მეუღლე, ჯინა როულენცი, რომელიც არის მშვენიერი მსახიობი ზოგადად, მაგრამ აქ მშვენიერი პერსონაჟი ქმნის, მისი პერსონაჟი არის მარტოხელა ქალი შუახნის ასაკში, 7 ცხოვრება აქვს, არაფერს ისეთ არ აშავებს, მაგრამ რაღაც მომენტში მოუწევს პატარა ბავშვთან ერთად მაფიოზებისგან თავის დაცვა, იმიტომ რომ ეს ამ პატარა ბავშვის ოჯახი, რომლებიც ამ ქალის მეზობლები არიან, გლორია ქვია ამ ქალს. აღმოჩნდნენ ამ მაფიოზების სამიზნეში, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ მამა FBI-ს რაღაც ინფორმაციას აძლევდა ამ მაფიოზებზე, ამიტომ მაფიოზები მივიდნენ მისი ოჯახის ყველა ამოწყვეტას ამ ოჯახში, ეს დასაწყისი გიყვებით ახლა. შვილი გადარჩა, იმიტომ რომ მაგდროს გლორიასთან იყო სახლში. და გლორიას მოუწევს ამ ბიჭის რაღაცნაირად გადარჩენა. თან გლორია თვითონ ჩვეულებრივი ქალი კი არა. გლორია წარსულში მაფიოზის შეყვარებული იყო, ამიტომ მასაც აქვს ეგ გამოცდილება, მაფიოზური იატაკ ქვეშეთური ცხოვრების და მოძრაობის. ამიტომ მისთვის ეს თლად ახალი არა ის თავის წინა ცხოვრებას უბრუნდება. თავის წინა ცხოვრებას ასევე უბრუნდება გლორია სვონსონი. გლორია სვონსონი ქვია ჯონ კასავეტესის პერსონაჟს, რომელსაც ჯინა როულენცი თამაშობს და გლორია სვონსონი ასევე არის კლასიკური უხმო ჰოლივუდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, რომელიც ძალიან ბევრ ფილმში თამაშობდა 20-იანი წლების, 10-იანი წლების. ხოლო როცა ხმა შემოვიდა ჰოლივუდში, ხო? გაქრა ეს მსახიობი, იმიტომ რომ და ძალიან ბევრი მსახიობი გაქრა ეგრე, როცა აი უხმო იყო ჰოლივუდი და როცა სხვა თამაშის სტილი შემოვიდა ხმის გამო, ხო, მეტყველება შემოვიდა, ის ექსპრესია შემოვიდა, ძალიან ბევრი მსახიობი გაქრა. იშვიათი გამონაკლისი იყო მაგალითად გრეტა გარბო, რომელიც უხმო კინოშიც და ხმოვან კინოშიც ძალიან მაგარი და ძალიან მოთხოვნადი იყო და გლორია სვენსონი არ იყო ეგ ტიპი. ამიტომ ბილი უაილდერმა 50-იანების ფილმში Sunset Boulevard ათამაშა მსახიობი ამ ქალს, ამ გლორია სვენსონს, რომელსაც როგორც იქნა ჩაუვარდება ხელში საშუალება, რომ დაუწეროს სცენარისტმა კარგი ისტორია, რომელშიც თავარი გმირი იქნება და რომელშიც ითამაშებს. ეს იქნება მისი მეორე შანსი დაუბრუნდეს დიდ კინოს. და ზუსტად ისევე უბრუნდება გლორია სვენსონი, კასავეტესის გლორია სვენსონი თავის წინა ცხოვრებას, როგორც აი ეს რეალური გლორია სვენსონი და ამიტომაც ქვია მას გლორია სვენსონი და ამ ბავშვთან რა თქმა უნდა იძენს იმ გამოცდილებას, რომელიც ალბათ როგორც ჩანს ფილმის მიხედვით არასდროს არ ქონია, ეს არის დედობის განცდა, თქო და ამ ბავშვთან თავის განსაკუთრებული სენტიმენტები
უყალიბდება. ამიტომ გლორია 1984 წლის კასავეტეს ერთ-ერთი ყველაზე დრაივიანი და ყველაზე სათავგადასავლო მისი ფილმი. შემდეგი რჩევა ამ დრაივიანი ხასიათიდან და განწყობიდან გადავიდეთ საავტორო დეპრესიულ ცივ კინოში. ეს არის ინგმარ ბერგმანის შემოდგომის სონატა, რომელიც გადაღებულია გენიალური სვენ ნიუკვისტის მიერ, რომელიც სულ წითელ ფერებშია, გენიალური როგორც ჩემს უკან ფონი სხვადასხვის გენიალური დადგმა, აი პატარა სივრცე, სიუჟეტი არის იმაზე, რომ დიდი პიანისტი ქალი ბრუნდება სახლში, უпростоრად ბრუნდება თავის შვილთან, რომელიც მას არ უნახავს 7 წელია და მისი შვილი, მის შვილს უკვე ყავს, მის ქალიშვილი, მას უკვე ყავს ქმარი და მეტნაკლებად რაღაც ცხოვრების შემდგარი ცხოვრების მონახაზი აქვს შეიძლება ასე ვთქვა და აინტერესებს რა როგორ ცხოვრობს აშვება და აღმოაჩენს რომ ძალიან უბედურია ეს გოგო და ამ გოგოს მის მიმართ დედამისის მიმართ აქვს ჩაკეტილი აი გამოუთქმელი ბრაზი ის გამოც პრინციპში ის არის უბედური და რა ბრაზია და რატომაა ეს ამას რო უყურებთ პრინციპში გაიგებთ ამ ყველაფერს ალბათ ინგმარ ბერგმანის ერთ-ერთი ყველაზე შეიძლება ითქვას აი ზუსტად როგორ გამოვთქვა ეგ გრძნობა, იმიტომ რომ ბერგმანს ძალიან დიდი ფილმოგრაფია აქვს და ამ ფილმს რაღაც განსაკუთრებული ვაიბი ბოდიში თანამედროვე სლენგი რო გავურიე ბერგმანის საუბრის დროს, მაგრამ მართლა განსაკუთრებული ვაიბი იგრძნობა ამ ფილმში, ვისაც გაქვთ ნანახი, ყველა ხვდებით ალბათ და საქართველოში პრინციპში ბერგმანის ფილმებიდან შემოდგომის სონატა ყველაზე პოპულარული, ალბათ. აი ეს იყო დღეს დედის დღისთვის მიიწვნილი კინორჩევები, გლორია, შემოდგომის სონატა, აუცილებლად უყურეთ ორივეს, იმიტომ რომ ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ. გადავიდეთ მოკლედ ამბავზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი კინოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ახალი ამბები და მხოლოდ ეს ამბავი ვექნება, მეტნაკლებად დეტალურად შევესწრები, რომ მიმოვიხილო ეს ყველაფერი და ამბავი არის ის, რომ ყველა ხო ვიცოდით. მე ხო თქვი პოდკასტში, რომ Netflix-მა რო ის შესთავაზა, არ უყიდია Warner-ს Netflix-ი. Warner-ს Netflix-მა უბრალოდ შესთავაზა და დაიწყო მოლაპარაკებები, დაიწყო წინსვლა, რომ 83 მილიარდად შეეძინა Netflix Warner Brothers-ი და Warner Brothers და Discovery-ს პრინციპში ერთად არიან. ხო გიყვებოდით, რომ Paramount-ი ძალიან აგრესიულად ცდილობს, რომ მოიპოვოს ეს Warner Brothers-ი და პრინციპში კი ვამბობდი რომ Netflix იდეალოთობით იმას იზამს რა ქვია წინ იყო და ლიდერობდა მართლა ეგრე იყო მაგრამ Paramount-მა ისეთი ნაბიჯები გადადგა და ისე დაალაგდა რეპუტაციულად რომ Paramount-ისთვის უფრო კარგი აღმოჩნდა მედიის თვალში Paramount-ის მიერ ამის შეძენა უფრო კარგი აღმოჩნდა ვიდრე Netflix-ისთვის რაც ძალიან უცნაურია პრინციპში და აგიხსნით ახლა რატო Paramount-მა შესთავაზა 111 მილიარდი მანამდეც დიდი ფასი ქონდა დადებული 109 თუ 108 თუ 106 თუ რაღაც ეგეთი ანუ Netflix-ზე მეტი Netflix 83 მილიარდი ქონდა მაგრამ Warner-ი მაინც Netflix ირჩევდა Paramount-მა იჩალიჩა Paramount-ის CEO-მ ძალიან ბევრი იჩალიჩა იქ Macron-თან მივიდა, Trump-თან მივიდა, ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა რეალურად და Netflix-მა თქვა რომ Warner-მა მიიღო იქ შეთავაზება 111 მილიარდის და Netflix-მა Ted Sarandos-მა Netflix-ის CEO-მ თქვა რომ მე აღარ ვაპირებ ამაში მონაწილეობის მიღებაზე და გამოეთიშა ამ რბოლას Warner-ის შესაძენად. Warner-ების პრინციპში. ერთი ფაქტი რომ გითხრათ, მაგალითად თუ რატო არ მომწონს მე პირადად რომ Paramount-ი ხდება Warner-ების მფლობელი. მთავარი ჩემი წუხილი არის ის, რომ Paramount-ის იმ 111 მილიარდში ასევე არის სამი სხვადასხვა არაბი ინვესტორის ფული ჩადებული. ესენია საუდის არაბეთის ერთ-ერთი საუდის არაბეთის წარმომადგენლები, ემირატების წარმომადგენლები და კატარის წარმომადგენლები, რაც კი Paramount-ის CEO-მ დაადასტურა რომ ესენი არ ჩაერევიან და მოაგვარა ეგ ყველაფერი და იმიტომ რომ იქ არის რა თქმა უნდა ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ უცხოური გავლენა მათ ინდუსტრიებში არ შეიჭრას და მათ რაღაცა კრეატიული კონტროლი და მსგავსი თუნდაც ნებისმიერ სახის კონტროლი არ ქონდეთ და უბრალოდ წილი მისდიოდეთ ალბათ როგორც ვთქვი მე დიდად ეკონომიკაში და მსგავს რაღაცებში არ ვარ
საკმარისად ძლიერი რომ ეგრე ვისაუბრო, მაგრამ სამაგერო კინო ინდუსტრიას ეხება და მაქვს უფლება პრინციპში რომ ვილაპარაკო, რატომაც არა. ხო და აი ეს ფული ამათი მე კი დაარწმუნა პარამონტისიომ რომ არა არ იქნება ყველა დაარწმუნა ეგ გაირეცხა რეპუტაცია ასე ვთქვათ, მაგრამ რავი მაინც მეეჭვება რა, ანუ იმიტომ რომ არაბები ძალიან აქტიურად ვინც ახ ფეხბურთის მოყვარულები ვინც ხართ ყველა მიცით რომ PSG იქნება, Man City იქნება, Newcastle იქნება, ყველგან არაბული ფულია და ამას აქვს თავისი გავლენა პრინციპში ნებისმიერ ინდუსტრიაზე თან აბუ-დაბიში და მსგავს ადგილებში, ქალაქებში ხშირად ტარდება ხელოვნების ფესტივალები, იქნება ეს კინოფესტივალები, იქნება ეს რაღაც მუსიკალური ფესტივალები და იწვევენ მაგ ხალხს. ამ რეგიონის პოპულარიზებაც ძალიან მნიშვნელოვანია და მაგას ანუ საერთოდ არ არის პრობლემა, ანუ აქ კარგი ხელოვნება იქნება შუა აზიაში, ევროპაში, ამერიკაში თუ იაპონიაში თუ აფრიკაში არ არის მნიშვნელობა არ აქვს მაგას. უბრალოდ რეალობა ისაა, რომ იქ ცოტა სხვა სენტიმენტებია და სხვა დამოკიდებულება კულტურის მიმართ. არა ისტორიულად, არაფერს არ ვამბობ, რა თქმა უნდა, მაგ რეგიონზე ისტორიულად ულამაზესი რეგიონი, უდიდესი ლიტერატურით, უდიდესი პოეზიით, უდიდესი არქიტექტურით, ანუ ძალიან არაფერზე მაგას არ გულისხმობ. საუბრობ დღეს მაგალითად თუ რა ხდება, როგორ არის ფეხბურთი საუდის არაბეთში, ხო ეს არის დიდარი ხალხის ამ შეიხების პირადი გასართობი და არა რაღაც კულტურული მოვლენა და მე მეშინია რომ კინოინდუსტრიაც ეგრე მოიწამლება. პარამონტის იმ ინვესტიციაში არის არაბული ფული და ეგ იქნება მერე საომავლოდ გრძელვადიანად ამ პრობლემის გამჩაღებელი. შეიძლება იყოს, შეიძლება არა, მაგრამ Netflix-ის პრობლემა რა? Netflix-ის პრობლემა იდეაში არის ის, რომ Netflix-ი არის ძალიან წარმატებული. ეგ არის მათი მთავარი პრობლემა, ეგ არის მათი მთავარი ბარიერი თუ რატო ვერ შეიძენენ Warner Brothers და გეტყვით რატო ეხლა ზუსტად. Netflix-ი არის პირველი კომპანია, რომელსაც აი სტრიმინგ პლატფორმებს ყველაზე მაგრად Netflix-ი იყენებს და ყველაზე დიდ პროფიტს Netflix-ი ნახულობს. HBO-სთან შედარებით, რა თქმა უნდა, Apple TV-სთან, Amazon Prime-თან, Hulu-ზე საუბარი არაა, ხო? ანუ Netflix-ია ტოპი ამ ამბავში. და ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით ეგრე მარტივად არ შეიძლება რომ კომპანია რომელიც სუპერ წარმატებულია აიღოს და მიისაკუთროს კომპანია, იყიდოს კომპანია რომელიც ასევე ძალიან წარმატებულია. დიდი სტუდიებიდან რომლებიც კინოს თან არა Warner Brothers მარტო კინო არ იგულისხმება, თამაშებიც იგულისხმება, მუსიკაც იგულისხმება, ტელევიზიაზე უარი თქვა, სანადოს CNN-ი არ აინტერესებდა, რომელიც ძალიან აინტერესებდა Paramount-ს, იმიტომ რომ ერთ-ერთი თეორიის მიხედვით და როგორც ჩანს ეს თეორია საკმაოდ რეალურია, CNN-ი რომელიც დემოკრატების ტელევიზია და Paramount-ი რომელიც ერთ-ერთი სასამართლო პროცესის შედეგად ტრამპის მხარის აღმოჩნდა, რა თქმა უნდა მათ რომ Warner Brothers და შესაბამისად CNN-იც შეიძინონ, იმიტომ რომ მათთვის ეს იქნება მტრის მოწინააღმდეგის პლატფორმის ხელში ჩაგდება, რაც ძალიან ლოგიკური თეორია პრინციპში, მაგრამ თეორია მაინც, ამიტომ მსჯელობის დროს მანდ-ამაინც ასე ძალიან გავითვალისწინოთ ეს თვალს სწორი არ მგონია რა. თან კაცმა არ იცის რაღაც ფარდებს იქით რა ხდება, ვის რა უნდა სინამდვილეში. Netflix ეგუშლიდა ხელს, იმიტომ რომ ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით ეგრე არ შეიძლება რომ ერთ ბაზარზე ერთი მონოპოლიური ტიპი, ერთი დომინანტ ტიპი გახდეს და ამყაროს მონოპოლია, ეგ არ შეიძლება, პირიქით კონკურენცია უნდა იყოს, ანუ წარმოიდგინეთ ახლა HBO Max-ი სტრიმინგ სერვისი Warner-ებისა და Netflix-მა რომ ეგ შეიძინოს, ანუ მისი მთავარი კონკურენტი შეიძინა და უკვე შესაბამისად მომხმარებელს ის პონტი არ ექნება რომ ის შევიძინო თუ ის შევიძინო და აი ეს პონტი თუ არ იქნება არჩევანის პონტი შესაბამისად კონკურენციაც არ ექნება, იმიტომ რომ რატომ უნდა მოგაწონოს მაშინ თავი კონკრეტულმა სერვისმა თუ ისედაც ერთია ყველა, ხო? და შესაბამისად დამყარდება მონოპოლია და ეს კანონმდებლობის მიხედვით არ შეიძლება და ამიტომ მედიაში მანდ-ამაინც კარგი გამოხმაურება ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, თუ რატო არ ქონდა კარგი გამოხმაურება Netflix-ის მიერ Warner-ის შეძენის პერსპექტივას. მეორე იყო ის, რომ და ეს მგონია რომ ძალიან არალოგიკური რამ არის, იმიტომ რომ რა ვიცი, პრობლემა იყო ის, რომ კინოთეატრებს დედას უტირებს ოტეც არანდოსიო, რაც აბსურდია ჩემი აზრით, არასწორია ეგ შეხედულება და გეტყვით რატო. Netflix ზოგადად Netflix-ი გაიჩითა როგორც განსაკუთრებით COVID-ის დროს, როცა ისედაც კინოთეატრებში არ იყო თვალ მოთხოვნადი კინოთეატრები და კინოში სიარული, Netflix-ი რაღაც პონჩი გაიჩნდა
მაშინ სუპერ პოპულარობას მიაღწია სტრიმინგ სერვისებმა და სახლში ყოფნა და კინოს ყურება გახდა უფრო კომფორტული ვიდრე კინოში სიარული, რაც პრინციპი ეგ ტენდენცია დღეს კი არ დაიწყო, ეგ ტენდენცია დაიწყო 60-იანებში ამერიკაში ზოგადად. იმიტომ რომ მაშინ უკვე ტელევიზორი 50-იანებში ძალიან პოპულარული იყო სერიალების თემა წამოიწია უფრო 40-იანები, 50-იანები აი ამ დროს და კინოთეატრში იმდენად ხშირად ხალხი აღარ დადიოდა, იმდენად ხშირად. და მაგიტო კინოთეატრი 60-იანებში სტერეოხმები დაამატეს კინოთეატრში და კამერით დაიწყეს გადაღება, რომელიც ბევრად ისეთ ფართეა და უფრო სასიამოვნო ხდება შესაბამისად კინოსეანსი კინოთეატრში და ამით აჯობეს მაშინ და ეხა უკვე სხვანაირი სიტუაცია და Netflix-ი გაიჩნდნენ ტიპები, რომლებმაც თითქოს კლავენ კინოთეატრს ოღონდ გამიზნულად. რაც მანდამაინც ბოლომდე სწორი შეხედულება არ არის და გეტყვით რატო. Netflix-ი აქამდე, ახალგაზრდა კომპანიაა და აქამდე იყო კომპანია, რომელსაც სხვა კომპანია არ უყიდია ჯერ. მარტო Netflix-ი იყო თვითონ. მათი პროდაქშენი, მათი სტრიმინგ სერვისი და ასე შემდეგ. ანუ მათ გამიზნულად ეს პარაზიტული მიზანი არ ქონდათ, რომ რაღაცა მაგალითად სხვა პატარა სტუდია, რომელიც ან კინოთეატრების ქსელი შეეძინათ და გამოეფიტათ ან ამებს გავსი არ ქონიათ რა. ანუ ეს ამათ შეძენით, ხო? ვორნერების შეძენით ორი ვარიანტი იქნებოდა რომ შეეძინა Netflix ან მართლა წავიდოდნენ და დედას უტირებდნენ ვორნერების კინო პრემიერებს. მეორე ვარიანტი არის ის რომ პირიქით ამ ბიზნესში ჩაერთობოდნენ, იმიტომ რომ ტედ სარანდოს ხო ბიზნესმენია პირველ რიგში. შესაბამისად ბიზნესმენი ანუ თუ მოგებას ნახულობს, რატო იტყვის უარს მაგ მოგებაზე და რატო იტყვის მაგ ფორმაზე, ხო? მართლა სტრიმინგ სერვისების მრევლი ხო არ არის? არა, პირველ რიგში ბიზნესმენია და სტრიმინგ სერვისების მაგიტომ აწყვება, რომ გაამართლა ამან და აკეთებს ფულს. ამით და ანუ ეს ორივე ვარიანტი კინოთეატრების ბიზნესს მოხოდავდა თუ დაიკიდებდა, ორივე ვალიდურია. მაგრამ ხალხი რატომღაც ისტორიულად მიუდგა რომ ვაიმე Netflix-ი დედას უტირებს კინოთეატრებს, cinema should be seen in cinemas. Wow. ანუ ეგეთი დამოკიდებულება ჩემი აზრით თლად სწორი არ იყო და ასევე არასწორი იყო პოლიტკორექტულობის ამბავზე გამოკიდება, იმიტომ რომ პოლიტკორექტულია ყველა სტუდია რა. Amazon Prime-ი არ არის პოლიტკორექტული, Disney არ არის პოლიტკორექტული, Warner Brothers-ი არ არის პოლიტკორექტული, ანუ გადახედეთ მათ ფილმებს, რა თქმა უნდა პოლიტკორექტულები არიან და ანუ ეს ორი მიზეზი მთლად სწორი არ მგონია, მაგრამ აი ჯამში ამ სამ მიზეზმა ეს მონოპოლიისკენ სწრაფვის შიში, რა ქვია მაგას, კინოთეატრების გაქრობის ან გაფუჭების, კინოთეატრებში კარგი ფილმების ჩვენების ვერ ჩვენების უბრალოდ შიში ასევე ან კიდევ ის იყო რომ ანუ კინოში რო აჩვენებენ ეგრევე სტრიმინგზე დაიდებაო და ეგ ცუდიაო. ეგ შიში და მესამე ის შიში რომ რაც ახლა ვთქვი პრინციპში. მან გამოიწვია მედიაში Netflix-ის მიერ Warner-ის შეძენის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და თან ტედ სარანდოსი ახლა სასამართლო პროცესებში იყო, სადაც მას უნდა დაემტკიცებინა რომ მისი სწრაფვა არ არის იყოს მონოპოლისტი და ამიტომ ეგ ყველაფერი მაგიტო გაიწელა ესე რა, დეკემბერში დაიწყეს, დეკემბერში შესთავაზა Netflix-მა ნოემბერში. თუ დეკემბერში აქ ამოვარდება პრინციპში ხა თუ მეშლება და იმის მერე იწელება ეს პროცესი მაგიტო. და ეხა Paramount-მა რო შესთავაზა, ტეცანდოს თქვა, არა ძმაო, ბაზარი არა იყოს შენი. და Paramount-ი არ არის ვერ იქნება მონოპოლის ამბიციები ვერ იქნება, იმიტომ არ არის ეგეთი დიდი კომპანია რა, ანუ არ არის პატარა, ისტორიული კი არის, რა თქმა უნდა, და Big 5-შიც იყო თავის დროზე. ტოპ 5 სტუდიებშიც პრინციპი 30-იანებში მაგალითად. და 40-იანებში პრინციპში. და ეხლა აღარ არის ეგრე პატარაა და ამიტომ მის მიერ ამ Warner-ების შეძენას რაღაც განსაკუთრებული ორი დიდი კომპანიის გაერთიანება არ არის რა ეგ. ეს არის და ეს პრინციპში ეგ ისტორია, ვნახოთ როგორ გაგრძელდება, რანაირად დაალაგდება ეს ყველაფერი. მე ეჭვი მაქვს რომ დიდად ჩვენთვის არაფერი არ შეიცვლება მაყურებლებისთვის. მე არ მგონია რომ რამე დიდად შეიცვალოს, ან ერთი შეიძენს თუ მეორე შეიძენს. მე უბრალოდ ის მინდა ვთქვა რომ მაგალითად რო ჩამოვთვალოთ, ან გადავხედოთ Paramount-ის 2025 წელს გამოსულ ფილმებს. ნოვოკაინი, მისია შეუსრულებელია, შიშველი პისტოლეტი, The Running Man-ი, მორბენალი კაცი, ედგარ რაიტის და SpongeBob.
და კიდევ რამდენი რომელიც არ ვთქვი, სმურფებიც იყო, კაი. ანუ არ არის სერიოზული პორტფოლიო რა, საერთოდ და ნახუთ აბა შარშან 2025-ში Netflix-მა რეები გააკეთა. სამ ფილმს გეტყვით მარტო, ანუ ბევრი აქვს ფილმი და სამ ფილმს გეტყვით, რომელიც საკმარისია რომ ვახსენოთ უბრალოდ. Train Dreams-ი, Knives Out 3 და Frankenstein. სულ ერთი აქ ფილმები მოგწონთ, არ მოგწონთ, მაგრამ თქვენ ვერ იტყვით ამ სამ ფილმზე რომ ეს ხალხი ხელს არ უწყობს საავტორო ფილმების განვითარებას. ეს ხალხი რაღაც ტედ სარანდოსის გუნდი Netflix-ი ხელს არ უწყობს იმას, რომ კინო არ იყოს მხოლოდ პოპკორნული, მოსაწყენი ბანძი, არამედ რაღაც გასაქანს აძლევს. კინემატოგრაფს და მართლა ეგრეა, ხო? აი Train Dreams-ი ახლა რომელიმე სტუდია Warner-ები ახლა გადაიღებდნენ Train Dreams-ის მსგავს რამეს. ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ Netflix აქვს ეგ გაქნება ზუსტად სტრიმინგების ბუნების გამო, სტრიმინგ სერვისებს როგორ მოწყობილი, უფრო აქვთ ეგ რისკის უფლება, ვიდრე მარტო კინოთეატრებში რო ნახულობენ პროფიტს, მაგათ ნაკლებად აქვთ რა. ამიტომ თხად ეგეთი ცუდი დამოკიდებულება Netflix-ის მიმართ, არ მგონია რომ სწორია რა. არ მგონია რომ ადამიანს გამართლებულია რომ Netflix ეგრე ვერ იტანდეთ როგორც ვერ იტანს უმეტეს ვარ Netflix-ში მე ბევრი რამე არ მომწონს მე პირადად ანუ მე არ მომწონს მათი ესთეტიკა მე არ ვთვლი რომ კინო უნდა იყოს ასე ლამინირებული პოლიზირებული ანუ ძალიან ისეთ ბრტყელი და პასტელური ფერები კინოს აიმა გადახედეთ 90-90 კინოს როგორ სუნთქავდა სურათი რა და ეხა ეგ მოკვდა ზუსტად მაგიტო ძირითადი მიზეზი ზუსტად ეგ არის თუ რატო გაქრა კინოში ეგრე კინემატოგრაფიულობის ახალი ცნება შექმნეს რა იმ გაგებით რომ დღეს კინემატოგრაფიულ კადრში გულისხმობთ Netflix-ის კადრს რომელიც აი რაც არ უნდა სისასტიკე ხდებოდეს რაც არ უნდა სიხარული ხდებოდეს მაინც ერთ ტონალობაშია ყველაფერი და ძალიან რეალისტურია ძალიან რეალური ფერებია უმარილო ანუ იგივეს ვერ ვიტყვი ახლა გილერმო დელ ტოროს ფილმზე ფრანკენშტეინზე ან Train Dreams-ზე რომ რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი მაგას პირიქშვენიერი ნამუშევრებია მაგრამ ზოგადად Netflix-ის სტანდარტულ პროდაქშენს სერიალებს რო შეხედოთ რაღაც ის არა თითქოს მართლა რეალური რაღაცა გადაიღეს რა რეალურ ცხოვრებას იღებენ პირდაპირ გაგებით და მისი ყველაზე ისეთ მოსაწყენი გამოვლინებით ეგ არ მომწონს Netflix-ში მაგრამ უარყო Netflix-ის წვლილი და როლი ამ ფილმების გადაღებაში მნიშვნელოვანი ფილმების გადაღებაში ხო ჩემს არასწორია ჩემს არ არის ეს ორი მიდგომა ეს ახალი ამბავი იყო დღეს რაც მინდა მომეყოლა შემდეგ რუბრიკა რაც გვექნება სანამ შემდეგ რუბრიკას გადავალთ გეტყვით რომ ანუ კი რაღაცა პატარა ამბები არის მაგრამ ამ პოდკასტში მე ძირითადად მინდა გესაუბროთ იმ ახალ ამბებს რომელიც ჩემთვის არის საინტერესო იმიტომ რომ არ არის ეს სტანდარტული მედია პოდკასტი რომელსაც მიზანი აქვს რომ გააშუქოს ყველა მოვლენა არა რასაც ჩავთვლი რომ ღირს ამაზე საუბარი იმაზე გესაუბრებ და ეს ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა და თუ გაინტერესებთ მსგავსი და მსგავსი თემები რა უშუალოდ ინდუსტრიის შიდა სამზარეულოს თემები დაწერით კომენტარებში და ასევე თუ არ მოგწონთ ეგ და რისი ხილვაც გსურთ ეგის დაწერით აუცილებლად კომენტარებში ყველაფერს წავიკითხავ, ყველაფერს გავითვალისწინებ, ყველაფერზე გესაუბრებით. შემდეგი რუბრიკა, რომელიც მინდა რომ შემოგთავაზოთ, დღეისთვის ბოლო რუბრიკა, ეს არის ასე დავარქვი, კავეას რუბრიკა, სამწუხაროდ კავეა ჯერ. ჩემი სპონსორი არ არის. იმედია იქნება ოდესმე და ამ დღეებში თუ კინოში წასვლა გინდათ, ხო? მაშინ აი ამ სამ ფილმს შემოგთავაზებთ, რომლებიც კინოთეატრებში შეგიძლიათ ნახოთ. პირველი ფილმი არის მეგი ჯილენჰოლის ბრაიდი რომელიც გამოდის 5 მარტს, თავარ როლებში არიან კრისტიან ბეილი და ჯესი ბაკლი. მეგი ჯილენჰოლის სადებიუტო ნაშრომი როგორც რეჟისორის იყო The Lost Daughter, სადაც ასევე ჯესი ბაკლი თამაშობდა, ეს არის მისი მეორე ფილმი და აქაც ჯესი ბაკლი თამაშობს, კარგი სინერგია აქვთ ამ რეჟისორს და მსახიობს. ეს არის ფილმი ფრანკენშტეინის ისტორიის გადათამაშება სხვანაირად ფრანკენშტეინი რომელიც შექმნის ურჩხულს ამ ურჩხულს მერი შეილის წიგნში მოუნდება რომ ქალი ურჩხულიც შექმნას ფრანკენშტეინმა იმიტომ რომ მარტო სულად გზნობს თავს და წიგნში სპოილერი უარს ეტყვის
ფრანგენშტეინი მაგაზე და ეს ურჩხული მაგაზე მაგრად გაბრაზდება, მაგრად გაუტყდება. მაგრამ მე ამერიკელებმა 30-იანებში იფიქრეს, რომ აი დაუშვა და მართლა რომ შეექმნა, რა კარგ გასახანს გაძლევს ეგ დრამატურგიულად, რა. მოდი დავა ის შექმნას და დაჟე ევა დაარქვას. და 30-იანებში, 35 წელს რეჟისორმა ჯეიმს ვეილმა გადაიღო ფილმი Bride of Frankenstein, სადაც ეგ სიუჟეტია გათამაშებული, მთავარ როლში არის ლეგენდარული ბორის კარლოფი. ამის შემდეგ ამერიკაში ეგ მიმდინარეობა გაიჩნდა, სადაც ფრანკენშტეინის პატარძლებზე არის გადაღებული ფილმები. პატარძლებზე რა ერთ პატარძალზე ოღონდ რამდენიმეჯერ. იყო მაგალითად სტინგი თამაშობდა The Bride ეგრე ქვია ფილმს 1985 წლის არ არის კარგი ფილმი, უბრალოდ იყო ეგეთი ამის თქვა მინდა. ასე მელ ბრუკს აქვს გადათამაშებული ეგ სიტუაცია, მაგრამ მელ ბრუქსთან ფრანკენშტეინი ახალ ურჩხულს კი არ ქმნის, არამედ გარდაცვლილი ქალის ელიზაბეთის სხეულს აცოცხლებს ხელახლა. პრინციპში იორგოს ლანთიმოსის Poor Things-იც რა თქმა უნდა ამის გადააზრება, რა თქმა უნდა, ოღონდ იორგოს ლანთიმოსის ფილმის ეკრანიზაცია შოტლანდიელი ავტორის წიგნის და ანუ ეგ ახალი არ არის, თუმცა საინტერესო მეგი ჯილენჰოლი რას მოიფიქრებს. მოქმედება ხდება ჩიკაგოში 1930-იანი წლების ჩიკაგოში და საინტერესოა როგორ მიუდგება, აი რა ამ ცოტა 30-იანების ბუტლეგერულ სიტუაციას ჩიკაგოს უხეშ ქუჩებს როგორ აჩვენებს და ამ ორ პერსონაჟის გოთიკურ ესთეტიკას როგორ შეურევს ერთმანეთში. საინტერესოა, მართლა საინტერესო რა იქნება თან ჯესი ბაკლის პერსონაჟ ბრაიდს აქვს შავი ლაქა აქ და ეს შემთხვევითი არა რომ ჯესი ბაკლის აქვს ზუსტად ეგ, იმიტომ რომ ყველა ფოტოში ეს მარცხენა თუ მარჯვენა ტუჩი აწეული აქვს აქეთ ზემოთ ასე. სულ ყველგან ეგეთი ღიმილი აქვს და აშკარად მეგი ჯილენჰოლმა მაგიტო გადაწყვიტა რომ ეგეთი დიზაინი, ეგეთი მეიქაპი ქონდეს ამ პერსონაჟს და საინტერესოა, მართლა საინტერესოა როგორ გამოვა, ანუ ეს ესთეტიკა ჩიკაგოს 30-იანების ჩიკაგოს ესთეტიკა, გოთიკური ესთეტიკა როგორ შეერევა ერთმანეთში და 5 მარტს შეგიძლიათ წახვიდეთ და ისიამოვნოთ ამ სურათით. დიდი იმედი მაქვს, რომ კარგი იქნება. მეც პრინციპში კარგი მოლოდინი მაქვს. შემდეგი სურათი, რომელიც ასევე 5 მარტს გამოვა, ეს არის ფრანსუა ოზონის უცხო კამიუს მიხედვით. საინტერესოა, რომ უცხო ხო ძალიან პოპულარული წიგნია, ძალიან პოპულარული წიგნია, ალბათ დღეს ჩემს ასაკში, ჩემს საუბარში ყველაზე პოპულარული წიგნი მართლა ეს უცხოა და მერსოს ისტორია, მაგრამ ყველაზე ხარბად ეკრანიზირებულია რა. მე მახსენდება მხოლოდ ვისკონტის ეკრანიზაცია, რომელიც მანდა მაინც წარმატებულად არ ითვლება, მაგრამ მე ვთვლი, რომ მაგალითად ბოლოს სცენა მაგ ფილმში მარჩელო მასტროიანი თამაშობს. ბოლოს სცენა არის შვენიერი ჩემი აზრით. ფრანსუა ოზონი, რომელიც ვერ ვიტყვი რაღაც სუპერ მაგარი რეჟისორია და ბევრი კარგი რაღაცა აქვს გაკეთებული, მაგრამ აი Swimming Pool-ის რიმეიკი არ იყო ცუდი და აი ბოლო წლებში რაც აქვს, ისეთია რა, მაგრამ საინტერესო როგორ მიუდგება როგორ მიუდგება თან თვითონაც ფრანგია, კამი არ იყო ფრანგი, მაგრამ ფრანგული ესთეტიკა იგრძნობა ამ ტექსტში, ფრანგული ეგზისტენციალიზმის ესთეტიკა და თვითონ ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელი იყო, რა თქმა უნდა. და ზოგადად ეგზისტენციალისტებს იშვიათად იღებენ ეკრანზე ხოლმე, სარტრის ტექსტები, სხვა ეგზისტენციალისტების ტექსტები იშვიათად ხდება ასე ეკრანიზირებული რა. შეიძლება მე გამოვრჩა რამე. თუნდაც კაფკა მანდა მაინც არ იყო რა თქმა უნდა ეგზისტენციალისტი, ასე სახელმძღვანელოს მიხედვით რა ასე ეგზისტენციალისტებში საერთოდ კაფკა ბოლომდე სწორი არ იქნება, თუმცა რა თქმა უნდა ეს ამ მიმდინარეობასაც რაღაც მხრივ ეკუთვნის. და მანდა მაინც ხშირად ეკრანიზირებული არ არის კაფკა რა. კი ორსონ ველსა გადაღება 90-იანებში არის ერთი ფილმი, მაგრამ ცნობილი რო იყოს კაფკას ეკრანიზაციები, ეგეთი ბევრი არა, რო გამოურიცხოთ ორსონ ველსის პროცესი. და პრინციპში ტრიერის ევროპა არის კაფკას ამერიკას გადათამაშება რაღაც კუთხით. რაღაც კუთხე ეგრეა. და რო დაუბრუნდეთ ოზონის უცხოს. ბენჯამინ ვეზანი იქნება თავარ როლში, ის თამაშებს მერსოს, რომელიც არ გეტყვით სიუჟეტს მაინც, იმიტომ რომ ძალიან პატარა სიუჟეტია, რომელსაც მოკლედ შემთხვევითობის წყალობით, არც თუ ის შემთხვევითობის წყალობით, მაგრამ რაღაც ხრივ შემთხვევითობის წყალობით ჩაიდენს კრიმინალს და მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგენა ამ პერსონაჟს და მას თამაშებს ფრანგი მსახიობი, როგორც გითხარით, ბენჯამინ ვეზანი. ოღონდ არ ვიცი მისი გვარი სწორად როგორ გამოვთქვა, თუ ვეზანი, ვიჟონი, თუ ვეჟანი, თუ როგორ, მოკლედ.
თუ არასწორად წარმოვთქვი, მომიტევეთ, იმედია არ გეწყინებათ. მეგარი მოკლედ ფრანსუა ოზონის უცხო, ასევე 5 მარტს შეგიძლიათ უყუროთ, მაგრამ მესამე ფილმი, რომელიც მინდა გირჩიოთ, უკვე გადის კინოთეატრებში და ეს არის ქართული ფილმი, ალექსანდრე კობერიძეს ხმელი ფოთოლი. ეს ფილმი არ მაქვს ნანახი, არც წინები არ მაქვს ნანახი, მაგრამ ეს გადის იდეაში კინოთეატრში და უნდა მქონდეს ეს ნანახი, მაგრამ კობერიძე არის, თანამედროვე ქართულ კინოში საავტორო მიმდინარეობის ალბათ, ერთადერთი ასე ნათელი წარმომადგენელი და თან წარმატებული. ვერ ვიტყვი რა სუპერ წარმატებულია, მაგრამ გულისხმობ იმას, რომ ყველა მასე საუბრობს ფესტივალებზე, საკმაოდ ისეთი კარგი გამოცდილება აქვს მის ფილმებს, ნომინაციები, ჯილდოები, რამდენიმე და ხმელ ფოთოლსაც წარმატება ჰქონდა ლოკარნოს კინოფესტივალზე ფიფრესჩის პრიზი მიიღო და ხმელი ფოთოლის სიუჟეტი, სინოფსისი არის ასეთი. წაგიკითხავ ზუსტად იმას, რაც საიტზე წერია პრინციპში. სპორტული ფოტოგრაფი ლიზა, რომელიც სოფლის სტადიონებზე აკეთებდა პროექტს, ერთ-ერთი გადაღების შემდეგ უკვალოდ ქრება. მამამისი ლიზას მეგობართან ერთად მის საძებნელად მიდის. ეს სიუჟეტია მოკლედ და მე დარწმუნებული ვარ, რომ კობერიძეს ამ ცოტა პოეტური ხედვა ამ ფილმშიც გამოვლინდება, რაც გამოვლინდა ფილმში, რას ხედავთ, როცა ას ვუყურებთ. აუცილებლად სანახავია მოკლედ, როცა ვნახავ, ცოტა სულ რეცენზიასაც შემოგთავაზებთ. პრინციპში ეს იყო დღევანდელი ამბავი. დღეს ცოტა კინოინდუსტრიაში და სამზარეულოზე მოგიყევით, რამდენიმე კარგი ფილმი გირჩიეთ, რამდენიმე ფილმი გირჩიეთ, რომელიც დღეს კინოთეატრებში გადის და პროდუქტიული პოდკასტი გამოვიდა, შეგვიძლია ვთქვათ, მეგობრებო. მე კი გემშვიდობებით უკვე დასასრულისკენ წავედით. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო. ეს პოდკასტი იწერებოდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იწერებოდა Echo Chamber-ში. პოდკასტი ჩაწერა თუ გსურთ, თუ გაქვთ ეგ ამბიცია, რომ თქვენს პოდკასტი ჩაწეროთ, რა ძალიან იშვიათია დღეს, რა თქმა უნდა. პოდკასტების ჩაწერა დღეს არ არის მთხად ისე მოთხოვნა და აი ამის ინოვატორი თუ გინდათ იყოთ. მოგიწოდებთ აქ მოხვიდეთ, ხარისხი, ხმა, ჩვენი ერთ სიტუაცია, ყველაფერი კარგი. მე კი დაგემშვიდობებით, თუ თქვენთან დღეა, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, თუ თქვენთან საღამოა, მშვიდობიან საღამოს და თუ ეხლა ძილს აპირებთ, ტკბილ ძილს გისურვებთ. აბა თქვენ იცით. შეხვედრამდე. Peace out.